საქართველოს საელჩო თურქეთში ქართველ ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საკონსულოში ცხელი ხაზი ამოქმედა. ამ დროისთვის თურქეთის ტურისტულ ზონაში ათეულობით ქართველი იმყოფება, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაზარალებულა. მთელი ღამე ალანიაში შეტაკებები მიმდინარეობდა. დაპირისპირების გამო რამდენიმე რესტორანსა და ღამის კლუბს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი ლას-ვეგასი კი მთლიანად დაიწვა. ქალაქის ქუჩებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები მუშაობდნენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ალანიაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქურთების მუშათა პარტიის მებრძოლებმა ავტობუსი აფეთქეს, რასაც 14 სამართალდამცველი ემსხვერპლა. ინციდენტის შემდეგ თურქი ნაციონალისტები ქურთების მომხრე სახალხო დემოკრატიული პარტიის ოფისებს აესხნენ თავს. ალანიაში მდებარე ბარების და რესტორნებში დასაქმებულები კი ძირითადად ეთნიკური ქურთები არიან. ვესაუბრეთ ჩვენს მგზავრებს, რომლებიც იმყოფებიან ამ ეტაპზე ანტალიის რეგიონში. ისინი საერთოდ საქმის კურსშიც კი არ იყვნენ, ანუ რა ხდებოდა, აბსოლუტური სიმშვიდეო, ესე გვითხრეს და არაფერი ჩვენთან არ ხდებაო. საკონსულოს დაუკავშირდით ასევე ანკარაში და გვითხრეს, რომ დღეის მონაცემებით არაფერი არ ხდება და არის სიმშვიდე. ამ ეტაპზე საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავთ.